სად ვართ? ეს არის ბარინეო. იცი რა პროექტია? PvP battle. Hey! Whoa, ეს ხალხურალობა ასწავლის. დავიწყოთ, ხო? ჯერ მოდი ჟიურის წევრებს გაგაცნობთ. და მე მონაწილეებზე გადავიდეთ, ოკეი? კიდევ. ერთხელ ადამიანი, მუსიკა, ორკესტრი, ლოჯიკინა, ეფელინა გადადი ლოჯიკზე. კიდე მაგინა კიდე HP. დატოროსია მოკუმოკოს წარმომადგენელი. ასევე ძალიან გენიალური მუსიკოსი, ასევე ჩემი საფარი მუსიკოსი, ასევე მოკუმოკოს მეორე წევრი ჯერ. ჩვენს ყველაზე პუნქტუალურ ადეკვატურ ადამიანს ყველა იცნობს. ეს ირაკლი თბილისის ვიცის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც გვერდში მიდგას. ეს უბრალოდ ენერგია. ჩვენ უკვე გადავდივართ მონაწილეებზე. მონაწილე ჩემს ხელმარჯვნივ წარმოადგენს შეიძლება. Toto აკადემიში დასტუშა. ეს ჩემი ხელმარჯველი ჩორდი. მაყურებელს ვთხოვ, სიჩუმე, მოვუსმინოთ მონაწილეებს და ადეკვატურად შევაფასოთ ყველაფერი. იწყებს ახალუკელი ჩორნა, იწყებს MC ხელმარცხნივ პელე. ოკეი, ისმის ხმა კარგად. Când da რაღაცა მეთქვა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მოგვიწია რაღაცების შეცვლა. და ამ ტაქტიკის გამო არ დამჭიროებია გამოყენება ნასეფის. ისედაც ვფიქრობდი და ვეცდები გამომიცნო შენას. სამი ადამიანი არამდებია. შეგიძლიათ ეხა დაგილაგებ ლამაზად. აგახევ მიღავს და განახებს სიფას ნამდვილს. ვარგი უკვე ჩაგილაგე სამგზავრო და გირჩევია მოემზადო ჰაერში უდაქმეს. თუ ეს სხვანაირად არ გესმის, ესე გეტყვის სიტყვას. და სხვებისგან განსხვავებით მე ამის უფლება მოგსურვე. არ მოგბეს და მაიკთან ამ ექსპერიმენტის კითხვა, შეხარეთი არატუნის ექსპერიმენტის ვირთხავ, რომ შენ დაიჭირე მომენტი და მოგვეცი ფლოუ, მაგრამ ცარიელი ჯობია რომ მოგვეცილო, როგორც კომენტებში დაგესხნენ თავს, შენი ბრალია რომ რეპიენს გავსება კომედი შოუს, მარტო ჰაიპი და ფეიმი, კაიფი და კეიფი სერიოზულად არ შეგიძლია გაიკვლიო გზებიცი, დახმარების გარეშე არ გექნებოდა ერთი ტრეკიც, არ შეგიძლია არაფერი, ამიტომ გაიცი და შენ საშინელი გადმოცემა საზღვარი ხმა, პიროვნების გაურება, მეტი არ გითხრა. შენი ფანჩები, რაღაც ბაიოის სიტყვების სქემები, ფლოუ და დვაინური რითმები არ ჭირდება არავის თუ არ აგზავნილ მესიჯებს შენ ხარ კლოუნის კლონი და ამ საიფერის სიცხვილი. შენ მოაწერე ხელი, გაიყიდე ეგრევე, შენ არ ხარ ანდერგრაუნდი და გაიფრუსტრე ეგრებში, შენ გეგონა გახვეძის ვაში და დაალპი გემში და გითხრა უფრო მეტი რო ხარ ყალბიანს. შეგიძლია ტრაქში გაიკეთო შენი მცდელობები, ბრო. დემონსტრირება არის სამხეოვნებში, ბრო. ხარამე უფრო მოისმინა თავის ძის განაცეკუთვოდა, შენ წინაპრებზე გელოდი, ბრო. Whoa, ეს მაგარი. ყოველ კანიდა გამოვიწყებული რაუნდი პედეს გენიალური სიტყვების ციტატი. ხაზე დავწერე პრინციპულად და დავიმახსოვრე. მე ვიყავი. მე ვიყავი და ვიცის ცენტრს. გამოვაწერე ხეც. შიგნით ჩავდებ ხლეს. გამთელი დედამიწა მე და მაგ წრეს. ეს ამიგოდი შენი სიტყვებია, კაი, ეს მინდა. ჯამალა სიტყვები. შენ დედაბუნებას ერთში, რადგან დედაბუნებამ დაგჩაგრა. დაჩაგვრას რა გაუჭირდა, მოხსპოდა და გაგაჩაღა. ვიძე ხარ როგორც ძველი და გადასარდები მაჩალკა, მიუხედავად ამისა შენში სურვილი არ ჩაქრა. პელეს აქვს ოცნება მალული, რომ გახდეს პოპულარული. იცხოვროს ლამაზად კლიპებში როგორც ჯეიზი ჯარული. ამისთვის მოვიდა ბაცზე, ამისთვის აკეთა
ამისთვის ატეხა ხმაური პელე AKA გამოდაცემული დაუნი. რაღაცაო სიტყვას ეხმავს. Походу MC ვარო ფიქრობს, ბიჭო, შენი ფლოუ ვერ ეწევა მორბენალ სტრიკონს. შენი ფლოუ ვერ ეწევა მორბენალ სტრიკონს, ხო, მოიცემ მე მგონი დამოწ. შენ უქალობა გაწუხებს. უქალობა გაწუხებს. არ გაძლევენ ქალები. წერევაც რო შეგიძლოს მაინც არ შემებრალები. ეს ქალები, ვალები, თვალები, სიმართლეს ვერ დაემალები. გადაგიწყდება მალები. ეს ჰორმონების გაწუხებს და იგავ პათოლოგიას. ამიტომაც ეტანები მიწის გუნდთან ორგიას. ზუსტად შენაირებისთვის შექმნეს თეოლოგია. ცოცხალი შენ არ მოხსენს, შენი ბორდელი მორგია. ელე ნახა 1000 პორნო. წაიკითხა კამასუტრა, მაგრამ მაინც ვერ განახორციელა ის, რაც მამას სურდა, რა ვიცი. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ უფრო გახურდება აქაურა, მაინც ჩვენ ახალგაზრდები, მეორე რაუნდი. გიგა ავალიანი. ეხეთიც ლამაზიც არის, როგორც ტომ კრუზი. თავაზიანი, წყნარი, ხმბრაზიანი, როგორც მთრის ზედმეტ სახელად 50. შეხედეთ როგორ ეფინება მხრებზე ეს ოქროს დრედლოკებას, რომ უყურებს თვალებს რომ ბობოქრობს, შეშტებიცი, არ გაწყენდა დიეტა, იმიტომ რომ მე შენ იდეალური იყო. შენ ჯინაზე არ ვსვამ, ვიკრებ ძალებს, კონცენტრაციას, თითქმის კალორიებს, შენ არ ხარ გაჩეჩილაზე სოლი, მაგრამ გრეჩი ხაზე დაგსვამ. აი, მესარო ხალხი ბარა აგატია. სულ ახალ დამცერ და დამჭრი, როგორც მითხეს ეს უბედური ხმლით დაჭრეს. მაგალითი, გიგამედის რაზგორკაზე ათლეტური ტანის სიმეზე და ფატალიტი. შენ კვადრატ ფლოუს და რაიმებს დაგიბრუნებ შენვე, მარგალიტი შევხვდა ბატონზე, არასწორად რაიმეს მოუყვები მასას და ორი ნაბიჯს თუკან დავიხევ როგორც იოშიმიცუ და დეჟავუ. იცი? გმართა ვარ მასონი და არ მაქვს ფაშონი რომ ვითამაშებ ბრძნობებზე. თამაშობ ნერვებზე როგორც გამოუცდები ექიმი და ვიპარავ ბიტებს როგორც სული კარდიოლოგი. უმეტეს მიხედვით მიწევს 4 ბატონი. წევარ როგორც თქვენ მორგში და მიწევს 4 ბლონი. თქვენ მეწამულტირილს გავხსენთ კონკურენტებს თვლი 1, 2, 3, 4 და მე-5-ზე ვჭრი. ამ ბატონში შენ თქვა კანიბალი და მე ნივალ ფეხებსაც ვერ მოვჭავ. გარჩები ხელსარიელი როგორც ვენერა. მერერა დაგწოს მზის ხევით მერერა და შენი ფერფლიც მიწას შეერევა მე ფანჩები თუ არ შობ შენ ხერგუშა და ტემპელი დარჩები ბეთში ხახა დარჩებია და 12-ის მე გადაიქცეო შენი ეტლი ყვახත් მე გადავტენი ფანჩს როგორც საიბორგი მაჯას და გირჩევდი ჩუმად ეგ საიდოგი გაჯონ საქმე ვარ შენი წარსულის შეში ავატარი ვი გაგიტრხმავს და გულამდე ავატარი ბრო მაგ ტრედებით რაღაც პონჩი გავხარ ანანას. კვადრატი თვები გაქვს. წყლიანი ტექსტი. შენი მეგობარი ვარსკვლავია. ყველას გვაჯობე როგორ ვიყო სპანჯბობი. ეს დააბრალებ მე მსაჯობას. მე ამას უძახი ხაჯობი. ვიდეოში თუ გესმის ეს ჩემი ტრეკები და რო ციტატები მოხავს. და იმას ორი მისადმე რომ გადიგამერინე გიგა. გადიგამერინე გიგა. ერთი ადამიანი შეთან ამბორსაც მათანს. მაგარი სათნავია უნდა მოხსაკადა. ეს არის სასაცილო იმაზე ვიდრე ვიდეო ნუჩაგოს ვეიტენი პირში. არ უნდა დაგჭაგრო კიდევ მაგრამ ხვებია ტვინში. ვიცი სკეიტერიც და გოლი მოწურო შეკუბოს ფიცრებზე გავარ როგორც ტონი ჰოქსი. არ მინდა ჯორი ჰოქსი რომ გაგიტარო კუბოთი და ზულებში ცივი ქარი გაგიტარო თუ მოწურო ამდენი ფანჩი. გადაგახიე თავზე, გადაახვლი ვიდეო და იკლი ემოციალში პეპლები მე. დაგმარხავა მოვხდი დაგწოდა შეფერებს მომწევ ბიბლიის ფურცელში.
დაუზრუნდეთ თემას. ტელესექსუალური ცხოვრება არის არც ისე მრავალფეროვანი. ცოტა სხვა ტიპაშია ძრევა შეშოული მელომანი. არა როცა ფანტაზია ეხსნება და ჰორმონები უტევს Facebook-ზე ნაშებს უწევს მოუწოვ მუტელს. ეს მაწვინი პორნოებმა ისე გაათახსინა, რომ მისი ჰიმნი გახდა მასტერის დამსინა. დამსინვას უგაჩივის, არიკმარის, დასკრინა, დაპოსტა და მერე ფირმასა დაქალონ დასცინა. ერთხელ ჩინელებთან მოაწყო ჩეპი არ ნახული. ატეხა გინება მერე კარებზე ბრახუნი. გაღი კარი ბოზო პელეს უყვარს ხახუნი და კარებს მაგას ძახოდნენ პელედი ნახული. ოსტაჩუმე პლანეტებიც აღარ არის დახურეს. პელემ რაკდა სწავლა ხელის გულებს გაუხახუნებს. ხელის გულებს ან რა ვიცი, ამოთხიდან მიწას. ხელის გულებს ან რა ვიცი, ამოთხრის მიწას. შენ ადგილზე მეც ამოთხრი, ოღონდ ჯერ გავიკეთებდი 4 პიცას. Честно, просто sorry. ამდენი წარმომადგენლობის შემდეგ მორალურად მაინც არ გაგხვდა. ამასინაც სოფელში იყო მთელი ბოსები გადატყნა. ახშფოთდა ხალხი ხელში აიღეს ხვები და ჯოხები. პელე უნამუსოც ტყუის მე არ მომიტყნავს როხები. ფოტოშორის მსგავსი ფაქტი ძალიან ხშირად ხდება. ხან ძროხას, ხან ღორს, ხან ქათამს მიახდება. კარგი რეჟისორი შენზე გადაიღებდა კარგ დრამას. ფილმს უეჭველი დაარქვევდა გამონკულის მამას. ეგეთი არ გაჩერდი, გააგზავნე ეგრე და იმისთან ახლა ხაშედილია გახდა ლეგენდა რაუნდი. Доча, хаос, да? Бесаме раунდი, კარგი. აქარები ბიტი და არც არის ტაკი, მაგრამ შენ რაც თქვი აქ არც ერთი იყო ფაქტი. აი, მე არ მინდა შენ სუსტების ხარჯზე ცხოვრება, მაგრამ შენთვის საინტერესო არაფერი არ ჩემი სექსუალური ცხოვრება. ავიც ახლა შენი ბანძი ხუმრობებით ეჩხუბები გრენდაიზერს. არ მინდა კიდევ ვინმე სხვასთან ვიფი, მაგრამ მაგ ხუმრობებით ვერ ახლა, უფრო მალავე დრეინა ის. ჩვენ ბანდა ვართ ხვალებზე. მოკლედ, შენი წერი ქრუ. ამ კიცებს რო თუ ნაკითხები არ ვართ, სურო, ჰიპ-ჰოპი გოხმოდეს როგორც სურო, უბრალოდ სუ. ყველა არის true. პიონერი ვეტერანი. ვაცადოთ. შენ იცი რაღაცეები, მაგრამ არც არ იცოდი. ბუ უბრალოდ სიმბოლოა. რეცი პრანჭები გვერდები აქ არაფერს ამბობ, შენი ჩაჩები და დრედები, დიდი ბაჩები და კედები, გრაფიტიანი კედლები. ესე ვერ მოხვდები ჩარტებში ვენდენი თუ შეიმოსი თუ სწორად წააქცი პანჩები კედლები, ბრო. მაგრამ მოიხმიდი შეისუნთქ მტვერი, მოიხადე დავალიანება ნეგატს, მაგრამ არაფერი გამოდის იმ დრო ავალიანი ხარგი. მე შევაშვი ანდერგრაუნდ სათაში ერთხელ მაინც შეგახსენებ თავს ვითამაშებ ერთხელს მე გადავედი სიმღერების წერაზე და პიზდეც თუ ის მოთხოვს და უბრუნდები ისიც ისევ და არ შევეცვი არც მე დაბურაიმების ბროანის ეჭიდები რა თუ რაიმეს როცა უარსებობდები შენი სიტყვის მარაკს და დაუნების გასაგონად ბირთვი და გაქსოლებიც აფეთქდება ერთხელაც და გადადისავ გალაქტიკას გადასხისავ გალაქსიიდან იწულებენ ასეთ სიტყვას აქციებს მართავენ და უწულებენ მათემატიკას მე სული ფული არ გავვითვე და ამას უწულებენ მათემატიკას შენ არის პანჩლაინის სტრუქტურა და მუღამია კულტურაში სკულპტურა ხარ რეტროგრადი სნობი შენი ყველა ლაინი ხომ ერთმანეთის ტოლია როგორც არითმეტიკოსის კოკაინი რომე ოკეი ნაისიტო მეთაფორები ყველაფერში კაი
უკან გაიკეთე შენი თოფიროტენი, შენ ხარ უარესიამს ვიდრე დოფიროტენი. 1000 ერთხელ რაღაც ჭკვიანურ სიტყვით მე მაინც ავიცილებ როგორც კიანუ რივზი. აი ეს არის ბატონები და შენ რომ გაცდები თაობა, სხვაობას როგორც ონიქსი ვერცდება ნიგათრიგას და მაგინტრიგი დამიდე კიო როგორ გათრევ, შენი ჩემივე საფლავისას გადაგამტრო როგორც სოლომონ გრამი. მესამე რაუნდი, ტოტო. კინო სამყარო გადაირია. ჰიტი ნუ რაღაცა ოქროფილია. ამ წლის ანონში ბოლო ფილმია პელე და მისი ზოოფილია. თორე კატამში შეწყობილია ზერბიეტა ჯეროფილია, სტოპ, ეყოფა ნეკროფილია, იობარიეშ მაკი ჩეპრობილია, რამე მიშველე ღმერთოილია, ეს ლირიკული ჩერნობილია. კაია მოხოდი თუ არა ვიწყებთ და თუ არა ყლეები შემოილია. ელე კიდე წუწუნებს. დაახლოებით აი ესე რომ ეს რა არის, რა ჭირი გადაგვეყარა. ამას არ აღტრეკები, თორე შენ რო გაგბლად გიცნობს მთელი ქვეყანა. ეს ნეკები ნახე. ეს ნეკები სამციფრიანი ნახვები. ხედაღამე უსმენი, მაგრამ არაზიარებენ ეს ახრები. შენი ფონიჭიერი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია. ჰიპ-ჰოპის შავი იესო. ჰიპ-ჰოპის დიდი გენია. შავი ეს მოგიწევი ფეისბუქზე. მე ბატონო. არა, მე არაფერს არ მიტყვი. გახლავართ. ხო. ჰიპ-ჰოპის დიდი გენია. ოცა შენ ბაზრობ ცხელა, შენი რითმები ცხელია. ბაზრობ ყველაფერს პირდაპირ არაფერს აღარ ცვენია. ხო. ხო და მითხარი მე რა ვქნა, მე როგორ გადავიტანო. ჰიპ-ჰოპის დიდო მეფეო, ჰიპ-ჰოპის დიდო ტიტანო. რომ მოეთრიო აგრეთ ამ ცირება იტანო, ან ბოხუისტი უნდა იყო, ან მაგარი პიტალო. მე და იმ ადამიანს თავში ქალასი გვაქვს, მაგრამ შეიძლება ვიქნოთ ქართულში რა ხდება. მოდი დავიწყებ. საინტერესო ბატონი. მომხმაურთ საინტერესო ბატონი კომენტები ბატონებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს ძალიან დიდი ხნის მეგობარს ვერ მიცემ ხმას, იმიტომ რომ რაღაცები არ მომწონა მთლად ისე როგორც შეგეძლო და ბრავო. თავიდან აწყენი, вообще ვერ მიხდი, ალბათ რამე ისაიდი იყო. ხო, ეგ აგვიხსენი მე. მე აგვიხსენი. მეც სტატუს დავეთანხმები და ხმას ვაძლევ. კომენტარო მას. Хочется это проектиться. Еще PvP battle. Эй! Воу, bro, როგორ ხარ? და შტაბეჭდილებებით ხარ? მოგეწონა თუ არა ეს? ძალიან მომეწონა, ძალიან სახალისო ოპონენტი იყო. რას იქ ბეტლზე ზოგადად? ელოდებოდი თუ არა ამ ყველაფერს? ხო, ნუ მეც არაფერს არ ველოდებოდი. იმიტომ რომ ოპონენტს საერთოდ არ ვიცნობდი და რაც გამოვიდა, ეგ გამოვიდა. მოგეწონა ოპონენტი? ისე რა. გასულდა კიდე მე. რა თქმა უნდა, აუცილებლად. დიდი მადლობა თქვენ გითხარით. მადლობა თქვენ. გისურვებ შენ პირად საქმეებში. გილოცავ bro. შენ პირველ გამარჯვებას. მაინტერესებს რა სპიკობ ბეტლზე, მოელოდი თუ არა და ზოგადად შენ ემოციები რამოდენიმე. არაფერს არ მოველოდი და მაგიტო გამიჭირდა ჯერ ერთი ტექსტის დაწერა, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდი საერთოდ ვინ იყო. არც სიმღერა მქონდა ნანახი, არა უბრალოდ მითხრეს რომ სადღაც ფრისტაილზე იყო და მეტი არაფერი არ ვიცოდი. და რავი, ზოგადად ბეტლზე რავი, უფრო მეტი შანსები ექნებოდა აი სამივე რაუნდი რო ერთი და იგივე ხუმრობაზე არ ყოფილიყო. აი ერთ რაუნდსაც არ ავაწყობდი მაგაზე მთლიანზე. და რა კიდე რავი, ერთი ციტატა ამოიღო ჩემი ტრეკიდან მარტო და ისიც კარგი. და
ფანჩები რაც ხოთ რაღაც უფრო კომპლიმენტებად მივიღე ვიდრე შეურაცხყოფით. კი, ლოცვა კიდევ ერთხელ. მადლობა. მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხარ, იმედია. მადლობა რომ აკეთებთ.